ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტების წინააღმდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიტანს. მიზეზი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მანდატისა და ვადის გახანგრძლივებაა. ამ გადაწყვეტილებით კი ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიღების რისკი მოიხსნა. რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური მოთხოვნა და ბუნებრივია მხოლოდ იმის გამო, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მოვახდინოთ რაღაც საკითხის გადაწყვეტა, ამის გამო უარს ვერ ვეტყოდით გაგრძელებაზე ვადისა. შესაბამისად ჩვენი მხრიდან ვიღაცა ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე რაც კი პარლამენტია დამოკიდებული თავისი სარჩელის შეტანით, რაც ჩვენზე ამ შემთხვევაში დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი გვექნება გავლით, დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ქართული ოცნების გადაწყვეტილება ოპოზიციონერების მტკიცებით არაფერს ცვლის. ლელო და გახარიას პარტია თავს ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არ მოიაზრებს. ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. თავად ნაციონალები კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ. რას ამბობენ, რას არ ამბობენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვს, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. ნაცმოძრაობა არის ნომერი 41. მამუკა მდინარის მიერ მონიჭებული საშუალებები არ გვაინტერესებს და არ გვჭირდება. ნაციონალურ მოძრაობას თავისი პრობლემებიც ეყოფა. რამდენადაც დაიშალნენ თვითონაც აღარ იციან. მათ რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში არ აქვთ და თუ ვინმე მათგან ქმნის რეალურად სერიოზულ ძალას, ეს პირველ რიგში არის ოცნება. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უცხო ძალების კარნახით მიიღებს. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება. ერთი-ორი თვით გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეთ არა ფაცი-ფუცით და დაჩქარებულად მოგროვებული არგუმენტებით და მტკიცებულებებით, არამედ პირიქით თუ შევალთ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეთ დამაჯერებლად და დიდი ალბათობის დარწმუნებით, რომ ჩვენ ამ საქმეს დავასრულებთ წარმატებით და დადებითად. ამიტომ პირიქით, რაც უფრო მეტი დრო ექნება საგამოძიებო კომისიას ამ ფაქტების შესწავლის, გაანალიზების, სამართლებრივი შეფასების, უფრო მეტი შანსი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის დასრულების. ისეთი ისტორიებია, რომ მოყოლაც კი გვერიდება ამის ისეთი ამბები ხდება და ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ ჩვენ გავხანგრძლივეთ კომისიას, კიდე იცით თქვენ, რომ ერთი თვით, მაგრამ მივხვდით იმისა, რომ გავხანგრძლივეთ მაინც აქ არის პროცედურები, ხო? ვერ ესწრება. საკონსტიტუციოს ხო თავისი პროცედურები აქვს, ეგრევე შევიტანთ სარჩელს და ეგრევე ხო არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ, რომ არასწორი მოლოდინები რო არ შექმნათ. რეჟიმი გასამართლდება. თავიდან ბოლომდე და ეს პირობა რაც დავდეთ ბოლომდე მივა. ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ და ვინმე სასპეკულაციო არ მივცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა რამდენიმე კვირით ადრე აიგრძალა ეს პარტიები არჩევნებამდე. კი ბატონო, ჩვენ ვტოვებთ ამ ველს თავისუფალს. ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტების აკრძალვის დაპირება ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნოდ გასცა. პირველი ნაბიჯი საგამოძიებო კომისიის შექმნით გადაიდგა, შემდეგი კი საკონსტიტუციო სარჩელი იქნება.